მელიქიშვილის ქუჩის მცხოვრებლები კი გენერატორის ხმაურმა შეაწუხა. არქეოლოგიური მუზეუმის გვერდით მცხოვრებლები შესაბამის სამსახურებს რეაგირებას თხოვენ. მუზეუმის დირექტორი ირწმუნება, რომ გენერატორის გამოყენება სიგნალიზაციის სისტემის მუშაობისთვის აუცილებელია. მერიაში კი საკითხის შესწავლას გეგმავენ. არქეოლოგიური მუზეუმის ეზოში დამონტაჟებული გენერატორების ხმაურის გამო მელიქიშვილის ქუჩის 36 ნომერში მცხოვრებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათი თქმით, მუზეუმის ადმინისტრაცია მაღალი გამოვლობის გენერატორს რთავს, რის გამოც ტერიტორიაზე შემაწუხებელი ხმაურია. ადგილობრივები განმარტავენ, რომ პრობლემის შესახებ ბათუმის მერიას და მუზეუმის ადმინისტრაციას უკვე აცნობენ. ეს გენერატორი შეირთება გეგონება ორი ქარხანა ჩართული. ისეთი ხმაური და აქ ხალხი ცხოვრობს. მუზეუმსაც მივმართეთ, მერიასაც მივმართეთ. თბილისში შევიტანე განცხადება. ივანიშვილის ხელში ის მიოცი წერილი. არ იქნა ბიჭო არაფერი. დაპირ ცხოვრობ, აგერდა გენერატორმა რო შეირთო, ოთახში ვერ გავჩერდი, ხან იქით გევიქეცე, ხან აქ და მე იქით წევედი კულტურის სახლის წინ. იქინე ხმაური არა. ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში აცხადებენ, რომ გენერატორების სტანდარტის დაცვით დამონტაჟდა. დირექტორის ამირან კახიძის თქმით, ობიექტის სიგნალიზაციის სისტემაშია ჩართული, ამიტომ შუქის გამორთვის შემთხვევაში გენერატორების ჩართვა აუცილებელი ხდება. იგი მოსახლეობას მოთმინებისაკენ მოუწოდებს. მისაღებია მათი პრეტენზია. რომ ძალიან ახლოს არის მოდგმული ეს ეგრეთ წოდებული ბარაკის ტიპის შენობები. არავითარი უფლება არ აქვს ჩვენ, რომ სინათლის შუქის გამორთვის შემთხვევაში მუზეუმის სიგნალიზაცია, მისი სხვადასხვა ფორმა ელექტროწყაროს გარეშე მელიქიშვილის ქუჩის 36 ნომერში მცხოვრებლებს ბათუმის მერია განცხადების დაწერას ურჩევს. ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, სამსახურის საქმეს შეისწავლის. ჩვენთვის ეს ფაქტი დღემდე უცნობი იყო, თუ მოგმართავენ მოქალაქეები წერილობითი განცხადებით ან საჩივრით. ჩვენ ადგილზე შევისწავლით და შესაბამისად მოვახდენთ რეაგირებას. მელიქიშვილის ქუჩის 36 ნომერში დღეისათვის სულ 22 ოჯახი ცხოვრობს.